Let's go. დღეს Prime House-ში ნახავთ. ვაი. მანდილოსნები პროექტის ეხლა უფრო მშვიდად იქნებიან. ეს არის ჩასული. მომწონს. გიორგი ნაზრაიძე ყველა პროპკას ერგება. ძალიან უნდა ლიზისთან ერთად ყოფნა და გავუშვათ ძალით და ჩვენითან. ვიყოფით უკვე გოგოებად და ბიჭებად. თქვენი აზრით სწორია ის რაც ხდება? გიორგის ჩათლახია. ტაქტიკა რო აქვს დეგახარ. ლაივიდან რო გაიქცა და რო ეგონა ყველას რო წასვლა უნდა და ამას გონია რომ ესე ვიძახი ალბათ, ხო? დაჩაგრული გოგოების როლის თამაში. ავაროლში გიორგი ნაზრაიძეა. კაცობა არ მეშლება. თავიდან ფეხებამდე ბიძების გაზრდილი ვარ და ძალიან კარგად ვიცი კაცი რა არის. ჩაიჭერი. სამოცდა 12.3% აიღო და პროექტ Prime House-ში რჩება. თეო, დაუბრუნდი მონაწილეებს. სამწუხაროდ ლიზი ქონიაძემ დატოვა პროექტი Prime House-ი. მე კი შეგახსენებ მოვედი ჩემი ტანსაცმლის ჩასავაგებლად და სახლში წასასვლელად. ჩემი მეორე სახლი არის ეს, თუმცა ბრუნდები ჩემს პირველ სახლში. Let's go. ვაიმე ჩემი ოთახი. მოვედი. ვაი, პირველ რიგში. რასაც ვაკეთებთ ეს არის აი ამ ჩემს ჩუსწიკებს, რომელიც პატრისიას ძალიან უყვარს, ვუტოვებ პატრიკს. პატრიკ, კარგად. როიალს ვუტოვებ აი ამ ჩემს კომფორტულ საწოლს, რომელიც არის კონდიციონერის ქვეშ. Prime House-ი ძალიან მომინატრება მართლა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის უმაგრესი შანსი, უმაგრესი გარემო. თუმცა, როგორც ნახეთ, მაყურებელმა არ ჩატოვა თვალა საჭიროთ, რომ ვიყო პროექტის ბოლომდე. ამიტომ ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას. ჩემ გულშემატკივარს ვავნები, რომ ძალიან მაგრები ხართ მაინც და სიცოცხლის ბოლომდე გამოყვება ის ბედნიერება, როცა თქვენ მესიჯებს ვკითხულობ და კიდე წავიკითხავ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვწერთ და ლაივის მოლოდინები ჩემი იყო პოზიტიური, კარგი. ვიყავი დაძაბული მართალია, თუმცა ეს დაძაბულობა არ იყო იქიდან გამოწვეული. მე გავიმარჯვებ თუ არ გავიმარჯვებ დღეს ხმებით. ეს ნერვიულობა და სტრესი იყო იქიდან გამოწვეული, რომ ძალიან ბევრი უსამართლობა იყო, მე ვფიქრობ, ჩემთან მიმართებაში. ჩემი აზრით, ჩემი სახით პროექტს დააკლდება მზრუნველი ქალბატონი. მართლა ეს მგონია. ვფიქრობ, რომ მანდილოსნები პროექტის ეხლა უფრო მშვიდად იქნებიან. ვერ წარმომიდგენია, რომ ამ სახლში აღარ გავიღვიძებ. Period. აი აქ დავასრულე მე ჩემი მოღვაწე. ჩემი სამზარეულო, რომელშიც დილაობით ვტრიალებდი. და ვაკეთებდი ტოსტებს, ვაკეთებდი ბათუმურ ყავას. ძალიან მომენატრება და თქვენ როგორ არ მოგენატრებათ ჩემი ყავა და ჩემი ტოსტები და ჩემი ბრაუნი და ეს ვერ ჩამოთვლი ხა იმდენი რაღაცა. ეხლა უნდა დავწერო წერილები. Let's go. მოკლედ, ჩემო სიყვარული. ეს ყველას ეს ჩემი წერილი, წაიკითხეთ, მიყვარხართ, კოცნით ბევრს. აი ეს. ეს კი როიალს რო ვუტოვებ ჩემს ლოგინს, სადაც აუცილებლად უნდა დაწვეს კომფორტულად, იმიტომ რომ
იატაკზე ძინავს და ეს პატრისიას იმიტომ რომ ვუტოვებ ჩემს ჭუსტებს. წავედით. გჯერათ რომ პროექტს ვტოვებ? მე არ მჯერა. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, მე მაინც გამარჯვებულად გრძნობ თავს, მართლა ძალიან მიხარია, რომ არჩება ისეთი ხალხი პროექტში, ვინც არის ძალიან სამართლიანი და ღირსეული. ამიტომ წარმატებები ყველას და კოსმით მიყვარხართ. დაბრუნდით. მამა სახლისი დაბრუნდა სახლში, მამა სახლთან ერთად დაბრუნდნენ ჩემი ბაცაცუნები. ჩვენ ბიცოს შვილი დააკლდა, წავიდა პროექტიდან. ლიზიკო. გოგოებმა მთელი გულით ჩავიფიქრეთ წინაღამეს, რომ თეო დარჩენილიყო და რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ, რომ აგვიხდა. ხალები დაბრუნდით. თეო ბედნიერი, უბედნიერესი ვარ. და ჩვენს საღამოს მუსიკალურად აფორმებს ტრიო მანდილი. ტრიო მანდილი არა რა, ნაკოლბანდა. ან ტრიო ჩემო ძვერგი გულაგა ყურებდა, ვეღარ მიცნი ხარ. ტრიო პოლისტილა. ვულოცავთ თეოს დარჩენას. 73%. ვიზი და გვიყვარხარ, გვინდოდა ორივე მონაწილე დარჩენილიყო, უფრო სამართლიანი იქნებოდა ეს ყოველივე. წავიდა ჩვენი პრინცესა ლიზი, ძალიან გული დამწყდა. დავრჩით მშივრები. არც ლოგინს არავინ არ გაგვისწორებს ყოველ დღე. არც გაგვახარებს. ავოკადოს ტოსტებს აღარავინ არ გაგვიკეთებს, არც ყავას აღარავინ არ დამალევინებს და რა გოგო დავკარგეთ. ფაქტია, ხალხმა დაინახა, რომ ლიზის აქციელი იყო არასწორი და პროექტში დავრჩი მე. მაგრამ სამართლიანია ლიზის დარჩენს, იმიტომ რომ ხალხმა მას დაუმესიჯა და ბრავო! ის არის რეკორდსმენების 3-ოლში შესული. 72.3% მივიღე მე. არ მჯერა. შოკი მაქვს. და ლიზი. წერილი, მადლობა. მოდი წერილი დავიწყოთ, რადგან წერილს ხვირის ყველა. ბავშვებო, გული. ყველას გისურვებთ სიმშვიდეს და წარმატებას. კიდევ გული განსაკუთრებით ჩემს საყვარელ სამეულს, როიალი პატრიკი გიო. ძალიან დიდი მადლობა ლიზი, გვიყვარხარ. ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანით ყველაზე ღირსეულები ხართ მართლა და იმედი მაქვს, რომ გიხილავთ ამ სამეულს ფინალში. სამი ფინალისტი აქსის. რო იცოდეთ. წარმატებები გოგოებს. ძალიან დიდი მადლობა ლიზი, გვიყვარხარ ჩვენ, ძალიან გვიყვარხარ და ძალიან დაგვაკლდები. შენი ავოკადოს ტოსტები დაგვაკლდება, შენი ზრუნვა ჩვენ გვერდში ყოფნა და თამაშებში შენი ჩართულობა და მხიარულება. აუცილებლად ჩვენ შევხვდებით. გული. ბიჭებისგან მოდი ერთად დადგეს ჩვენ სამეული, გული. რატომღაც ბიჭები დარწმუნებული არიან, რომ ფინალში მოხვდებიან. რაშიც მე, რა თქმა უნდა, ეჭვი მეპარება. მე პატრიკი და გიორგი ვართ ფინალში. დავრჩით 3 მამაკაცი და დავრჩით 3 ქალბატონი. ერთი ქალებისკენაც მოძრაე. ერთი ჩვენ აუ შენ დარჩენას და ჩვენ გახარებას გაუმარჯოს. მადლობა. ნახოთ ვინ გაიმარჯვოს. თეონა მიიღო 72%, რასაც ულოცავთ. მაშალა. და მე მგონი ამისათვის რა არის საჭირო როი? დაიწყო ბოსობის პირველი დღე, პირველი ღამე თუ დღე როგორც გინდა დავარქვათ, ვთვლი რომ უკვე განსხვავებული ბოსი ვარ, იმიტომ ძალიან მხიარულად აღვნიშნეთ ეს ყოველივე გავხსენეთ ჯამბანიური. არის ანამათმა რომ სვეცკად შეიძლება. შამპანიური სვეცკად გახსნის გაკვეთილი. ხო, არ ვიცი ჩვენ. აჩხრიალა და შეგვაწუწა. მომწონს. გაიქეცით. ბავშვებო, სად გარბი ხარ? ბაცაცუნებო. და მე ვარჩი ბიჭო.
რა ეხა ბოთოლი იმედია გიორგი ძალიან კარგი ბოსი იქნება, მაგრამ ვერ მივესალმები აი იმის შამპანიური ზით დაყვას. ხა ნერვები მაქვს აშლავ მაგის გამო. როი ეს ლოგინი დაიფყარი. ფაინალი შენია. დამიტოვა თავისი საწოლი. დასაყოლია. Well deserved. Advalizi. ვაიმე, რა ბავშვი გააგდეს. როგორ ხრცხვენიათ. ლიზა და თო პროექტი იმიტომ რომ თამაშია და გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. არ უნდა თო თეოს სასულიყო და მაგითო შეუსრულეს ეგ თემა რომ ვითომ ლიზა არის ძალიან დამნაშავე. პატრისია ის ჩუსტიკები შენია, მიყვარხარ ბას. მე შენ მიყვარხარ ლიზიკა. ამ ჩუსტებით რომ ვიკაკუნებ, სულ შენ გამახსენდა. არის დედა პატრიკი და მე და ლიზა ვაგის შვილები, ხო? ну რადგან მე ის სიმპათიური ვარ, რა თქმა უნდა, ჩემი დაც არის ულამაზესი. და მან ვერ გაძლევს ვერს ავთანდილი მაქსი ლამაზის და ვერს გიორგი. მაქედან გამომდინარე გიგოებმა მოაშორეს. მადლობა, ჩემო მეგობრებო, თქვენ დამსახურებო, რომ მე ახლა სახლში ვარ. Ciao. ვაში. დავიხალე. ესე ვიცი. Tiu. Wee. Bitnieri wada. Din. დავიღალე. 8 მონაწილე წავიდა. ღმერთო, რამდენი წავიდა, რამდენი? აბა, რომ ვიხსენებ რამდენი ვიყავით დავიდან, ცოტა ხაოსი რო იყო. ცოტა ხაოსი იყო თუ საშინელება იყო? სულ ხალხი, სადაც აუში კაციშვილი ვერ ეტეოდა. შეძდონგი ახსოვს, შეძდონგი 5 შეძდონგი იყო და 900 ჩვენ ვიყავით. სადაც უნდა გახვიდე ვიღაცა ზის. ხო? ძალიან ცოტა ვართ. ჰა. თითქოს და აღარ არის. აი ესე. ნუ ამ კვირაში ყველა ვარიანტი ერთი ბიჭი ჯდები ჩვენ სამიდან ეგ ვიცი. მე მგონი მე ვარ. ჰა? გული მიგზნობ მე. შენ? არა მგონია. მე უფრო მე და პატრიკი მგონია. არა. შენ არ დაგსვენ მართლა ესე ფიქრობენ, ესე მგონია რომ ფიქრობენ რომ აზრი არ აქვს. ჩემი შემთხვევაში მე მგონია რომ მიზეზი პოვიან რომ მომცენ. შენთან რა მიზეზი უნდა იყოს? აი ხო ამ 2 დღეს. აი მე ეს გამიყვანე საბაზროდ. ლიზასავით, მაგრამ რამდენად გამოვოთ ნახოთ. I've been alone in my life, but now I found a reason to be smiling. You came into my world and then you turned on all the lights. დილამ მშვიდობისა ყველას, ეს არის ჩემი ბოსობის პირველი დღე და მე ვპირდები სახლში მაცხოვრებელს, უპირახარ ბრძანების რა რაღაცა ისე არ შევეცდები რომ იყოს მხიარული, ენერგიული, ნაკლები კონფლიქტები. საინტერესო სისუფთავე, ვიზები საინტერესო სისუფთავეზე და საინტერესო კერძებით, რომელსაც თუ მე არ გავაკეთებ, ჩემი პატრიცია კაცი გააკეთებს აუცილებლად. ეხლა კი დავიწყო ჩვენი დილა. აი მე პირველ რეალიტი რო ვიყავ იმ დროისამე. წავედი გოგოებთან ავიტანოს ტელეფონზე. Ogoebo! როგორი შეფი ხარ, ტელეფონები ამობაქ ხალხი. აი მე ტელეფონი სალომე. საი ჩემი სახელია გიორგი.
არაფერი არ იცვლება სახში საბოლოო ჯამში, ისევ დილით ვარ, ისევ მარტო ვარ. ისევ მაინც მგონია რომ ხიარულად ვიქნებით. ჩვენი SMS ლიდერი გოგონა აქ არის. მგონია რომ იქ ემამ ხიარული ენერგიული და ხო იცით თავისუფალი ქალი კაცის ტყვეობი და კაცის მკლავებიდან გაქცეული ის უკესო სხვა. თუც მოკლედ ჩემო მეგობრებო სახში დაიწყო ახალი ცხოვრება, ახალი დღე გათენდა, დავშრით 6-ნი, 3-3-ზე ვართ გადანაწილებულები სახლში და ჯერჯერობით კარგად დაიწყო დღე, იმიტომ რომ არც ჭურჭელი არ მაქვს დასარეცხი, არც ასალაგებელი და არ სისუფთავია მგონია, არ იმეც ვიტოვებ რომ არ ეშინიათ ჩემი და ამიტომ არ არის ეს სისუფთავე. ბავშვებო, დააბინძურეთ, აბა გაბედეთ და დააბინძურეთ. მოდი. აი მოვიდა. ესე იგი, ამას რო უყვარვარ მე, ესე არავის არ უყვარვარ. ხო ეგრეა. ეს არის ჩვენი ახალი მონაწილე, რომელიც ჩვენ სახლში ცხოვრობს რამოდენიმე დღეა, ჩხუბსაც შეესწრო, ტკივილსაც შეესწრო, დარცაც. სახელი აქვს, ბევრი სახელი ქვია, მაგრამ ჩემთვის არის ლიზი დავარქვათ. ლიზი, ამას რადგან ჩვენი ლიზი, ყველაზე ლაღი, უდარდელი ლიზი, წავიდა დავარქვათ ამას ლიზი, ხო ლიზი. რაღაცა კარგი შეგრძნება, როდესაც მამას სახლისი ხარ. დილი და ლიზი! მოდი ლიზი ჩემთან, ლიზი! აიმე. დილა მშვიდობისა. ძალიან კარგი დილა გაგვითენდა, იმიტომ რომ ჩვენი ლამაზი თეონა აქ არის და რატომღაც ესე მგონია რომ ბედნიერია და აღარ ტკივა გული არაფერზე და თეონა შეუძლია ცხოვრებას ხოლიდან ხოთა. რა თქმა უნდა. მაგერ რინგოც გეფერება შენ ქალო. რინგო. რამე მუსიკა გინა ეხა მომიჩიე, მე ჩავხოთ რამე მაგერ. ნებისმიერი. მუსიკა იყოს თავარია. ნებისმიერი. Me gusta tu guitarra. Hazlo mero coramo. Ana linda tu más blanco con no pasa. Ay. Corro. Ay, mismo remate mi corazón. გუშინდელი ლაივის შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა, ამიტომ გადავწყვიტე გოგოები მოვიწვიოთ ჩემთან გადაცემაში და მაინტერესებს რაღაც კითხვები და იმოთა დაინტერესებს ბევრი კითხვა და ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და ამაზე პასუხია გასაცემი. ჩემი აზრით ძალიან ბევრ აზრს გამოვიტანთ და დარწმუნებული ვარ ეს იქნება ძალიან მაგარი გადაცემა. თეო, მინდა დავიწყო შენგან. თავს როგორ გზნობ? აი ამ ყველაფრის შემდეგ. დღეს უკვე მშვიდად ვფრო. გუშინდელმა მღელვარებამ, ფორიაქმა და აი დაძაბულობამ გამიარა და რა ვიცი, კარგად ვარ. აი, სულ ესე მინდა რომ გიყურებდე და გქერავდე. შენი აზრით, რაც მოხდა და როგორც გადაწყვიტა ხალხმა, ეს იყო სამართლიანი? ხალხის რაც გინდოდა ის აღმოჩნდა? კი, ის აღმოჩნდა და ძალიან მიხარია ეგ ფაქტი. რომ ადამიანებმა დაინახეს ის როგორი ვარ მე და როგორები არიან თითოეული მონაწილე როგორია საერთოდ. ჩემი აზრით, როგორც ლიზა მოიქცა ეგეთი ქალების გამო, ოჯახებიც ინგრევა. ქალების გამო არ ინგრევა ეგ ოჯახები. კაცების გამოც ინგრევა, მაგრამ ესეთი რაღაცების გამო ზუსტად წინა პარასკევს ჩემი მეგობრად გადაუხსნეს თავი. არ და არაფერი შუაში არ იყო. რატო? იმიტომ რომ ერთსაც ეპრანჭებოდა, მეორესაც ეპრანჭებოდა და გოგო კი არაფერი შუაში იყო. ის უბრალოდ ტიპაჟი იყო ეგეთი და აი დაჟე მე რომ მივედი და ლიზას ვკითხე აი როგორ განწყობაზე ხარ ავთანდილი ვარ. მომაკლდა რა მოგაკლდა გოგო. აკალონი კი მოაკლდა მეთქი თქვი. ანუ რა მოგაკლდა ხო? ხო. თქვენი აზრით მე და თეოს ქონდა საეჭვიანო რამე? ანუ ეჭვიანობა იყო აქ, ეჭვიანობა კი არ იყო, სამართლის გამოტანა მინდა და წინდა დადება და ჩადება. მე იცი რა გამიტყდა, რომ ლიზამ შემოაგდო თემა ქალური შური. აი ეგ იყო კიდე, ხო. რომელ შურს შეხედა? ვის რა უნდა შეშურდეს, 12 წლის შვილი მყავს. მე ჩემი ცხოვრება აწყობილი მაქვს უკვე.
მე როგორც ფიზიკურად, სულიერად ჩამოყალიბებული ვარ. შემდგარი ადამიანი ვარ. აი, სრულყოფილი ადამიანი, რაც ნორმალურ ადამიანს სჭირდება, რომ თავის სიმაღლეზე დადგეს და წინ იაროს. ჩემი ეშხი მაქვს, ჩემი შეხედულება მაქვს. აი, ყველაფერი, რაც მე მომწონს, მაქვს, ჩემი მე მარტო აქედან კი არ გარედანაც ნაკოლი შემოვდის რა არის და როგორ არის. თვითონ იყო დაწერილი იქ, რომ ლიზა გიორგისთან რაღაც თემებშია, გიორგიც ლიზასთან რაღაც თემებშია, ანი გონზე მოდი, ჯერ ერთი გონზე მოსასვლელი რა არის, მე და გიორგი მეგობრები ვართ, ერთი-ორჯერ თუ ვაკოცეთ ერთმანეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც ეგრე შემილია ნებისმიერს ვაკოცო. რენ კითხვა არ გაქვს? მე ჩემი აზრით რას ვფიქრობ, იცი, გიორგი როგორც კი შემოვიდა, ჯერ თავიდან კესოზე იძახდა ჩემი გოგო, მაგრამ ჩემზე იძახდა ჩემი გოგო. ეხლა ლიზაზე იძახდა ჩემი გოგო და მე ესე მგონია, რომ გიორგი ნაზღაიძე ყველა პრობკას ერგება. რაც უფრო მეტი მსგავსი რა, მით უფრო ჩემთვის უკეთესი. ვაიმე. აბა რას ქვია, ჩემი რა, ბაბანო ბაჩისი, ალალა. ანუ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მე სხვანაირი აზრი ვერ გამოვიტანე და მე მგონი ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის რა არის და როგორ არის რა. რა შემოგიბრუნდეს უცებ რა ხდება? ვინ რა უნდა შემომიბრუნდეს? ფაქტი სახეზეა რა იყო და როგორ იყო. მე მაგ ადამიანისთვის სუდი არასდროს არ გამიკეთებია, ნიტოშტო გამიკეთებია, არ მილაპარაკე, გულში არ გამევლია. ეხაც არ ვივლებ, უბრალოდ მე მაგისგან ჯიგარი ჩამეწვა, მაგას რა იაღლიშიც მოუვიდა, ჩემთან ეგი იაღლიში არ უნდა მოსულოდა, ხვდები? მე მაგ ადამიანისთვის ბოროტება და ცუდი არ გამიკეთებია არასდროს. პირიქით, როცა თქვენ კარგად იცით, 14 კაცი ძიძგნიდა და ჭამდა, მე მაგის გვერდზე ვიდექი და თუ იძახის იმას, რომ ჩემი გულშემატკივრები ან ისედგნენ გვერდზეო და უჭერდნენ მხარსო, ან იმ აუთსაიდერის სკამზე, გიორგი ნაზღაიძის გამო დაასახელეს და არა თავის ქალობის გამო. ხვდები? ანუ თემა ეს არის, მეტი არაფერი. უბრალოდ მე მინდა ის, რომ დასაყვედრებელი არაფერი არ მჭირდა მე და თუ რამე გავაკეთე, ჩემი გულით გავაკეთე და მე მინდოდა ეს რომ გამეკეთებინა. ჩემი ქალობით, ჩემი ადამიანობით და ჩემი სიყვარულით. ტიპაჟი ეგ მაიმუნი, ხვდები, აი ესეთი. კარგი, სიმპათიურია, თვალები, როგორც ყოველთვის, მაგრამ ჩაიჭრა. ანუ არ უნდა გაიკეთებინა, ეგ ჩემთვის არ უნდა გაიკეთებინა. მე რო ძლიერი არ ყოფილიყავი, შეიძლება და იცილები გამეკეთებინა, ავჭრილიყავი და ავჭრილიყავი, ეს ყველაფერი მომხდარიყო. მაგრამ მე ხო გამოცდილი ქალია. მაგრამ როგორც ესეთი რომ მე გიორგისთანავე ურთიერთობა მქონდა ეს ენი ჩაყოფები და ერთი ამბები ეს არის რა თქმა უნდა, ხო? რა მაგარი რაღაცაა, რომ თავი მარტო რო არ იგრძნოს ჩვენს ლამას და უმაგრეს ძაღლს რინგოს ჩემი ლიზიო დაარქვა. გიომ ძაღლს დაარქვა ლიზამ. ენატრება ცოტათი დაიკარგა სახლში ის პოზიტივი და ენერგია, რაც ლიზის დროს იყო. საწყალი ვერ მიეცა დრო იმისი, რომ კარგად შეყვარებოდა. ამ ადამიანს მე მგონი ძალიან უნდა ლიზისთან ერთად ყოფნა და გავუშვათ. ძალიან კარგი, არ ვაკეთებ კომენტარს ამ თემაზე. რა პრობლემაა, კაცო? თუ ნებითა არ გინდა, ძალითა ჩვენითა. მოდი ახლა და მე ვიტყვი მთლიანად, ოდითგანვე საქართველოში მე ფალი იყო თამარი რა. ძალიან გაინტერესებდა. ჩემი აზრით, ყველაზე პოტენციური ქალბატონები ვართ. რახან აქამდე მოვედით და დავრჩით, ესე იგი ჩვენში გვიძლია ის გავაკეთოთ, რაც მაგალითად კაცებს არ შეუძლიათ. ჩემი აზრით, ამ შაბათს გოგოები იშდნენ და ჩემი აზრით იქ ბიჭები ძირიან. არა, გოგოები, რატო? ვინ კაცი, რა კაცი, დაპატა. მივედით მე მგონი იმ ზომამდე, იმ დონემდე ზუსტად, რომ აქ უკვე იმასთან კარგად მეგობრობ, ამასთან ვერავარ, იმასთან ის ეგ უკვე მე მგონი არ არის და ჩვენ უკვე იმდენი გამოვიარე. ეხა უკვე ცოტა სხვა ამბავია, პრინციპების ამბავია, რომ ქალმა უნდა მოიგოს ეს პროექტი. აუ ისე მაგარი იქნება ქალმა რომ მოიგოს. გოგოებო, მე კი დაულიე ხა ჩემი
ლამაზი წითელი ღვინო, რომელიც იყო უტკბილესი და თქვენც რო დალევთ მიხვდებით რომ რაკარ ხასიათზე დამაყენაო და გოგოებო გაგიმარჯოთ. ასევე მთელი ცხოვრება წარმატებულები იყავით და ძალიან გამიხარდა რომ ჩემს ესეთ გადაცემაში ნაკოლასთან დათანხმდით და მოხვედით და ესეთი კარგი და პოზიტიური ენერგია შემოიტანეთ ჩვენს ლამაზ სანთლთან. მე როგორც ყოველთვის მინდა ესეთი რაღაც გავაკეთო. ჩავიფიქროთ სურვილი და აგვისრულეთ ჩვენი სრულები. გართობის დროა, ესე რო არ ვითამაშოთ, არაფერი არ გავაკეთოთ, დაგვეძინება და ძალიან გაგვიფუჭდება ხასიათი და გადავწყვიტეთ რომ წითელი, ყვითელი, შავი ვითამაშოთ. მე სალომ და თეო. ამისთვის დაგვჭირდება ბოთლი. ავიდა, თვალები დავხუტოთ. დავატრიალოთ. და რაღაც უნდა თვალები დავხუტოთ. უნდა. ენერგიები მიდის. ანუ ჩემი და თეოსი. თეო. წითელი, ყვითელი, შავი რომელი გინდა? გაიყო შოვი. ოლალა. სადისტია იცი? ადექი ფეხსა. ადექი მოტრიალდი. ტრაკი გამომიბიჭიკე. მაშაალლა. შენ დაატრიალა. დაბოლს. წითელი, ყვითელი, შავი. წითელი. სად? წითელი. სად? წითელი. ყვითელი. აჰა. რას ფიქრობ? გიორგი ნაზღაიძე. ფიქრობ რომ შეეშალა. წითელი, ყვითელი, შავი. შავი. სად? სახელი. სახეზე? მე ხო გაკოცე და შეხაურე გამართა. გოგოების ის რო არის, ხო იცი სპორტი რაღაც 11 წუთი ძალები. წარახალი მაგრა, უკაი დედას გებიწევით. დაატრიალე, გოგო. დაატრიალე. წითელი. გეტყოდი ახლა სად ვინა მარა? აქ. ცხვირზე. ყვირზე? მაშაალლა. წითელი. აგინდა რომ გაკოცო? ტრაგზე. აწიე. არაფერს არ ავწევ. ვალა. არასექსუალური კაცნა იყო. არ გამდაგინახე, არ გიჩვენები ახლა, მე კაბაზ ვაკოცე. წითელი, ყვითელი, შავი. წითელი. მარგარიტა და იდა ერთი დამოფიშებია. ცოტა დილ კადრები. ნუ ყოფილი ყავი. ანჩი. ყველაზე ბინძური ფიქრი რაც ამ პროექტის განმავლობაში გქონია. დიდი სიამოვნებით მიფიქრია ის, რომ აი ეხლა მაგრად გამოსწორდებოდა კაი კუნინგუსი მეტი. მართლა რა, ვიზა რო სწორდება. მე არა, всё, მე რა დავჭი ხახამშრალი ამოდე. არ იყო, სად არის, არ არის. იყო და გათავდა. ისო ეს არ ჩასო. ეხავს. просто ფანტაზია იყო მეტი არაფერი. ქალები რა დროშია? ბიჭები რა შვებიან? იფხანენ. ბიჭებს ძინავთ, იფხანენ. მე დგებიან. წითელი, ყვითელი, შავი. წითელი. სად გეკოცო? აშენაკით. ეკამან ბეინი. ეხლა უნდა ვქნაო და აბა სოსოსი ტომატო ჩემი. ბიჭები რო არ ყავდა გოგოებმა გადავზასეთ ერთმანეთი. სახეში. უხა. შენი ორგაზმი რამდენ პროცენტზე არის? ეს მე მგონი აღზნებულია და კიდე უფრო იხსნება. ეხლა მე აღგზნები. ანუ არის 100 ბალიანი შეთავსება. აი შენი აზრით როგორ ფიქრობ შენს აი ამ ბალებში
რამდენი პროცენტია? არ მხელა ბალებში. და მართლა რომ ელოდება პროცენტო მაჩვენა, просто ჟანრად. საშუალო არითმეტიკული. დეტექტორი რომ შემოყავთ მართალია თუ არა? უმაღლეს დონეზეა. ძალიან კარგი, ანუ ჯანსაღია. მე პირველად ჩემზე როდის ავიხრძენი. აი, რაღაც თამაში რო ქონდა და ორი ბანანი რო უნდა გეჭამა ერთად. შენი დაწერილი იყო იგი. ვიცოდი თან გუცნობდი რომ შენ მოგივიდო და არ არის. ყვითელი თუ შავი? ყვითელი. აი მაგალითად პროექტში ადამიანი მისთანაც ტოვა და სიმპათია გაქვს. უნდა დაკავდე. სიყვარულით. რა, თუ ამიდგება, აუცილებლად დავკავდები რა, ანუ პროექტს ვაფშე არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის. აი აქ მინდა რომ მაგაც. აქ. ჩეკერილი. ჩვენი მაგარი თამაში დამთავრებულია და მე მგონი კარგად ცოტა ოდნავ მაინც გავერთეთ. ესეთ ბაიყუშად ვერ ვიждებოდით და რაღაცნაირად გამოვასწორეთ მე მგონი ჩვენი ხასიათი, ხო? ჯერჯერობით ვიცმენთ, მაგრამ ვეროდებით ვიჭერთ. ჯერჯერობით გაგვაქვს ერთმანეთი. ბიჭები რო არ მყავს გოგოებმა, იმენა გადაუზვასეთ ერთმანეთს. კაცის გარეშე ცხოვრება. გოგოები აქტიურები ვარ, ჩვენ ვართ ყველგან, ვაკეთებთ ყველაფერს, ვართ ამით ბედნიერები და ძალიან კარგად გვგრძნობთ თავს. წავედით ბავშვებო. მოკლედ ჩვენ მივდივართ ესე იგი მუზეუმში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში და ძალიან მიხარია, იმიტომ ჩვენ ყველანი ცოტა დამშვიდდებით, დავწყნარდებით, ვისიამოვნებთ რაღაცა ყველაფერი კარგი ხელოვნებით და ნაკლები იქნება ჭამასმა. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ეთნოგრაფიული მუზეუმში. ნინო გახლავთ ჩემი სახელი, თქვენი გიდი ვიქნები, დაგათვალიერებინე ჩვენ მუზეუმში და ვეცდები რომ ცოტა სხვა კუთხით დაგანახოთ ჩვენი წინაპრები, მათი წარმოდგენები, ტრადიციები და ჩვენი ყოფა ცხოვრება. მზად ხარ? Let's go. მუზეუმი დაარსებულია 1966 წელს, ოფიციალურად კი გახსნილია 1976 წელს. აი ზუსტად 10 წელი იყო იმისთვის საჭირო, რომ ეს სახლები დაშლილიყო ორიგინალ ადგილებში და სათითაო ფიცრით ჩამოეტანათ და აქ ხელახლა აეშენებინათ. ყველაზე განვითარებული არის ოდა და განსხვავება რა არის? ფეხებზე დგება ხო სახლი ბოკონებს ეძახით. ხის იატაკი არის შიგნით და ჰაერაცი. საერთოდ სახურავი კრამიტი და ნახე ბუხრი საკვამური და ყველაზე საინტერესო ის არის რომ რამდენი ოთახიც აქვს, იმდენი ბუხარი უნდა ქონდეს, ოღონდ ერთი საკვამური. სანამ სახლი აშენდება, ვირჩევდა ადგილს, აი ჰაერზე წარმოიდგინეთ, სად უნდა აშენოს სახლი, ხო იცი დაახლოებით. 4-ვე მხარეს რიყის ქვებს დაამაგრებდნენ, სანთელს მიამაგრებდნენ და მხოლოდ უხუცესი კაცს შეეძლო რომ წაეკითხა ფუძის ლოცვის ანგელოზი, რომლის შემდეგაც უკვე მამაკაცების სახლის აშენებას იწყებენ. რაც შეეხება მარანს, ყველაზე წმინდა ადგილი არის მამაკაცისთვის და ძველად მიღებული იყო, რომ ქალი მარანში არ შედიოდა და მთელი რიტუალები მარანში სრულდებოდა 21 საუკუნეში შევავთ. ეს არის 5 ტონიანი საწნახელი საერთოდ. და მთლიანად დამზადებული არის ცაცხვის ხისგან. საწნახელს, როდესაც ამზადებდნენ, მაინც და მაინც ცაცხვის ხეს ირჩევდნენ იმის გამო, რომ რბილი ხი არის და როდესაც მუშაობ ცაცხვის ხესთან, ბზარებს არ იკეთებს. აი, თავარი მიზეზი, რატომაც აკეთებდნენ.
მერე საჯილდო უკვე უნდა განახლოთ. ოღონდ არ დაიჯაჯგუროთ. ეს არის ძველი ტრადიცია, როდესაც დღესასწაული იყო, მხიარულ თამაშს ეძახიან ბიჭები და გოგოები შეიკრიბებოდნენ და მხოლოდ ის ბიჭები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვისაც პრეტენზია აქვს სოფლის უძლიერესი მამაკაცის ტიტულზე. მიდი პატრიკ, ნახე საერთოდ იმ დროს უფრო რთული იყო. ეხლა ზუსტად ესე არის, ვინც კოჭამდე აწევს, ვინც მუხლამდე აწევს, ვინც ესე აწევს და უკვე ჯილდო უფრო და უფრო იმატებს, მაგრამ ძველად უფრო რთული იყო. აი ეს ქვა, უბრალოდ რო აეწია საკმარისი არ იყო, თავს ზემოთ უნდა აეწია და უნაგირიანი ცხენის ზემოთ გადაესვა. ჩემი კი რომ მოკეწავახე. დაგორება ალიგოლისხმება. აიმე ხალხო მოდი. რა ლამაზია. აი ეს გვირგვინი, რომელიც 12 წახნაგიანია და ამ გვირგვინის გასაკეთებლად 452 სხვადასხვა ზომის მუხის მორია გამოყენებული. გვირგვინი ზოგადად არის 4 წახნაგიანი, 8 წახნაგიანი და 12-იანი. ეხლა კიდევ უფრო გავართულებ და გეტყვი, რომ აი ესეთი თუნდაც 12 წახნაგიანი გვირგვინი საქართველოში იცოდნენ ძველი წელთაღრიცხვის პირველ 1000 წლებში. ვიტროვიუს აქვს საერთოდ აღწერილი. გარდა ამ ყველაფრისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენთან აი ეს დედაბოძი გახლავთ, რაზეც მთლიანად დაყრდნობილი არის აი ეს გვირგვინი და დედაბოძი საერთოდ ქართველებისთვის სიცოცხლის ხის სიმბოლოა. ეხლა მთავარი აქვე კიდე აი ეს სკამი არის, რომელიც საუფროსო სკამი არის. და მხოლოდ უხუცეს კაცს შეეძლო ამ სკამში ჩაჯდომა და მისი სკამი ასევე ასტრალური სიმბოლოებით არის გამოსახული, მზეთ, ვარსკვლავებით და კიდევ ნახეთ როგორი მომენტი არის, დედაბოძი ძველად იყო გაცოცხლებული. მაგალითად ახლა თუ გჯერა რომ მართლმადიდებლებს შეგვიძლია ხატებს ვესაუბროთ, ზოგ შეუძლია ქანდაკებასთან საუბარი, წარმოიდგინეთ ეს იმდენად ცოცხალი ორგანიზმი იყო სახლის, რომ როდესაც რაინი აწუხებდათ, სწორედ დედაბოძთან მიდიოდნენ თავიანთი გულისკივილის რაღაც შესაჩივლად და ამბობენ რომ პასუხს გულში გებულდას. ყველაფერი ზუსტად ისე არის, როგორც იყო, იმიტომ რომ ზუსტად ის სახლებია ესენი. ეხლა დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონა ჩვენი მუზეუმი და რაიმე ახალი ისწავლეთ ჩვენ წინაპრებზე და უფრო ახალი წრილით გაიცანით. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ საინტერესოს გარდა ეს იყო რაღაცა ჩვენთვის ხალის რაღაცები, მე გარეთ გამოდი სიმშვიდეში გამოვედი და ძალიან საინტერესო დაგვიხსენეთ, ძალიან კარგად გვიმასპინძლეთ. სწორედ მადლობა თქვენ ამ ყველაფრისათვის. ძალიან დიდი მადლობა ეთნოგრაფიულ მუზეუმს იმისათვის, რომ ესე მაგრად გვიმასპინძლა ჩვენ მონაწილეებს. მადლობა ესე იგი დიასახლის ამ სახლის ბოს ესე ჩვენთან ბოსი აქაც ბოსი ყავთ თავისი უღრმესი მადლობა ვემშვიდობები და ბრუნდებით სახლში რამდენი რაღაც ვისწავლე გურიაზე ახლა გურილი ვარ წარმოშობით და იმდენი რაღაც ვისწავლე არც მეგონა თურმე ამერიკაში მონაცვლეობდი თქვენ რომ მოდიოდით ჩვენ გავდიოდით მოვედით როგორ ვიყარია ვოუ ესე როგორ ხედავთ მოვედით სანტუს ხდება? ვა! აუ რა კარგი არა და რუსალამ მოვიდოდით ვიძახოდი რომ წვადი მინდა ძალიან. ეხლა რა გავაკეთეთ? ნახშირები მოვაყაროთ და მე წალამი ზემოდან. აუ რა კარგია. სანამ მოვიდოდით? აქ მაგ ჩასაწერი რა. ვამბობდი რომ წვადი მინდა ძალიან თქო და ისე გამიხარდა. დღეს ვიმწვადავებ. როგორც გაიგეთ, დღეს დილით ჩვენ ძაღლს, ამ ლომას და საყვარელ ძაღლს დავარქვით ლიზა. გვიპასუხა, მოდი ლომოზო, მოდი. ნახე მე რა მაქვს? აბა დაარღენი, ნახე რა მაგარია. გამელოდე. მოდი ჯუგა. დაჯიქი, კაი გოგო ხარ. შო, დღეიდან ამოსქვია ლიზა. მართლა უხდება. ჩვენი პროექტის ახალი მონაწილე, ლიზა. ხო. აი. ჩამწი. აუვალ დღე ჩვენთან ერთად არის. დღეს და მე მგონი ღამეც ჩვენ როცა გვძინავს და დაანდადებითი ენერგიით გვავსებს.
კონი ერთადერთი მონაწილეო, რომელიც ყველას უყვარს. ხო ეგრეო. ხო ეგრეა. კიო, ეგრეაო. Super. Modu się zgadza, modu. Pisz, wyjść. მოდი შევწვათ მწვადები. მოდი ვიმწვადაოთ გიჟებდო. მიდი, აბა მეოთხე მწვადი რა, ისა მეოთხე შამპური სად არის? მიდი, როი. ერთი აბიჯი და გახსნაზე მეორე. ერთი შამპური მეოთხე. თავი. ეხლა მე ცეკვის გაყვეთილა ბიმაქსა! აღარ დარჩა ადგილი, აღარ. რა აღარ დარჩა, ჩამოწიე ეს აქეთ. ღერია. აღარ გააკეთე. აიწვა, ამის ტიპოვი ადგილს. ძალიან კარგად მიხმარებიან როიალ და თეონა, ძალუიან მომწონს. ძალიან ნასიამოვნები ვარ ზოგადად მწვადის შეწვის პროცესით. ახლა გასთხოვარი გოგო ხარ. მწვადის შეწვაც უნდა იცოდე და ყველაფერს და იცოდე. გაიცი, აქედან გაბეუნიავე, მე ნუ მიბერა. ოი ოი ოი. ოი ოი ოი. რასაკეთებ ეყოფა? ჩაქვრა. ჰაერი. ეგრეა და. არა. მოიცა ბიჭო, მოიცა. გავსა მორჩი. დასკი. თეონა აღარ უნდა, გოგო, ჩაქვრა და დარჩა ჭეუწელი. მეგობრებო, ისწავლეთ პატრიკი სეული და როელი სეული მწვადის კეთება. უფასო მასტერკლასები მხოლოდ Prime House-ში. მწვადს როიალს ვასწავლით. ვინაიდან ვიცით რომ როიალმა სულ მალე ვიკა უნდა დანიშნოს. როცა ვიკას მშობლებთან მივა როიალი და ოჯახში საქმე უკვე მივა მწვადის შეწვაზე რომ ბავშვი პროფესიონალურად და 10 მათუ მწვადის შეწვა არიცი? კაცი არ არის. ეს ერთი წამით. მე სხოთიშვილის უკრაინაშიც შაშლიკს ვაკეთებდი. მე გასწავლი ქართულ ტრადიციონალურს. აი, ტრადიციონალურს. ეს არ გავს ეგ ქართულს. აქეთ ცოტა დამწვარია. იაპონური შეწვა. აი, ცოტა გაგვექცა რა პრობლემაა. დავიჭიროთ. რავი რა უნდა მწოდი შეწვას, ხო? თითქოს. მაგრამ ეს ადვილად არ ყოფილა საქმე. ზოგადად. ვიცი არის, ხოშობა გაჩერდა. იმდეს წაგიდვა. იქ სხვათაშორის აი ბიოსეს თმარე უფრიალებს მე მუშაობდი ერთ პერიოდში. მეიტაკ. მიდი. if 20 if. მეიტა ჯო. რაკეტ. ხუია ბიჭო ეს შავები? ხო. რიფშნება. ბიჭო. ეგ მწვადი არ არის ხალხო, ეგ არის ნახშირი. ნახშირი ღორის ხორცით. კაია? არა კაია ჯო. სინჯაო მწვადს და ცოტა ენაზეც ამეთამაშა რაღაცა. კაი გემოები. გემეუშვი. ის. წამოდი თევზი გამოვიტანოთ. ექსპერიმენტები თევზს უნდა მარინადი ბიჭო. არანაირი მარინადი მაგ თევზს არ უნდა კაცო პირდაპირ შევწვათ რა. კორიზარიმა. ოი ოი ოი. ოი ოი ოი. კაია ცეცხლი წაეკიდება მე. იმუშავე. რა საკეთებ როიალ გავიგუდე. ეგრე რა. ჩვენი გამომივიდა. ყოჩ. გიჟი ცეცხლია. ცოტა დაგიწვათ. ცოტა ხომ. ვაი. ეხლა რამდენი დაასკი? რა არის?
მიდი, ცოტა, გეყოფა. გეყოფა. მალე აკლია. ახლა დაბიწუნე კიდე ხალო. გული რო წაუვიდეს ადამიანს წყალს არ მიაწვდით. ოღონდ კონკურენტი თავიდან მოიშოვა. ხანძარი რატოა ეთოში? რო არც იცით ეს არის თანამედროვე მწვადის შეწვის ტექნოლოგია. ეგრე რატო ჩაიბანე თითები? თავზე არის? კი, შენ გელოდება. აი. მე რახან ხორეს ხორცვები ვჭამ. პატრიკმა და როიალმა შემიწეს თევზი და ისეთი გემრიელია ორ მართლა. ცოტა ხანძარი იყო, მაგრამ არა უშავს, მაინც კაი მწოდი შეიწვა. ცოტა ცეცხლი გაჩნდება, მაგრამ არ შეგეშინდეთ. ჩემი თევზი. აი, კარგად მიდიოდი, მალე ანუ არ უნდა შეგეშინდეთ, ამ დროს ცოტა ცეცხლი გაჩნდება, მაგრამ ეს არის მთელი ხიბლი ამის, ანუ შეწვის. უფ. თავარი ტექნიკა, რაც აუცილებელია და არ უნდა დაგვავიწყდეს, მივდივართ თვითონ ამ მოედანზე და აი ესე როგორ შეგვიძლია, აი ესე ვიქნებ. თუ პრიროდაზე ხარ მარტო? აი ეს. გადარჩები. ხანძარსაშიში სიტუაციად შევქმნი რამოდენიმეჯერ, მაგრამ არა უშავს. ყველაფერი ლოკალიზებულია და განეიტრალებულია. ყველაფერმა ჩაიერა ძალიან დადებითად, ლამაზად, კარგად და გემრიელად. ჩვენი შევ რა მოგოდნელი მოვლენა? გიო. ტელეფონი დაგიდება აქ. პატრიკ. შენ ტელეფონი აქ არის. გიორგი. რაღაცა ჩაგიგდე ინსტაგრამზე. აიო. მითხარა. გონია რომ დასრულდა რაღაცა ვიდეოების გადმოგზავნა, მაგრამ თურმე პროექტში არაფერი არ სრულდება. მოიცერ წამი. მითხარი. ალო. ყველა ხედავს ეხლა რაც ხდება, აქაც დავინახეთ ჩვენ. დღეს გოგოებს შეუქმნიათ კოალიცია. მეთმაც ის ექნა რომ მარტო გოგოები ისწენენ. და ჩემი აზრით ხა ბიჭები ძირია. არა. ბიჭების წინამდე გარი შექმნილი ეს კოალიცია. იმდენი გამოვიარე. ეხა უკვე ცოტა სხვა ამბავია. პრინციპების ამბავია. ქალმა უნდა მოიგოს ეს პროექტი. მე დაჟე ისე ვიცი მეორე დისლაიკი მაქვს ვარ და გავუწევს. მე ბოლოს თამაში შევცვლი ისე როგორც მე მინდა. ე მარტო მაგიტო კი არა, ჩემი ჩახსნა უნდა რომ თავის გულშემო ჩემი გულშემატკივარი გადაიდგინოს. შენი რაც არის იმას ვერაზროს ვერ წაგარწევს. ჩემო სიმპათიურო და ჭკვიანო ადამიანო. ზუსტად ვიცი, ჩემი წყობიდან ისევ გამოყვანა უნდა. ზუსტად ვიცი, ან არ ვიცი. ანი საუბრობს ჩემზე, რომ თურმე ლიზი მომენატრა და დროა გამიშვან სახლში. აი ჩემი აზრით გიოს ლიზა მომენატრა და ხო არ გაუშვათ. სამწუხაროდ ეს არის რეალობა, გამიკვირდა ანისგან. მთელი ქალაქი მწერს ამას. ნახე ის ვიდეო, რომელსაც აი აბსოლუტურად ყველა მიგზავნით თქვენ თითოეული თქვენთაგანი. ეხლა ავტვირთე კიდევაც ინსტაგრამზე ჩემ გვერდზე. კი ლიზა ძალიან მომენატრა ნამდვილად, იმიტომ რომ ლიზა ნამდვილად ძალიან კარგი გოგოა. არ სიტყვები არ მაქვს ამ ყოველივეზე, რაც მოვისმინე, რასაც თქვენ მიგზავნით, ძალიან გული დამწყდა. ძალიან. ჩემთვის თავარი ახლა არის ის, რომ მაყურებელმა დაინახოს ეს ყოველივე სწორედ. გულის წყენა, ესე ტკივილი არ არის, უბრალოდ იმედ გაცრუება ადამიანში. მე ველოდი ბევრ რაღაცას, მაგრამ უკვე აღარ ველოდი, რომ ჩემიანი მოიქცეოდა მსგავსად. მე ვიძახი ხმამაღლა ვაჟღერებ, რომ სალომე დაждდება ამ სკამზე. მე რა რო ბოდიში მოვიხადე, მე ბოდიში მოვიხადე ადამიანური თვალსაზრისით. ეს არ ეხება თამაშს. გადაკიდება არ არის სწორი საქციელი. ეს რატო არის გაკეთებული? ყველაფერი ზუსტად ვიცი. ზუსტად ვიცი. ზუსტად. მე ამან უნდა გამომიყვანოს წყობიდან ამ ვიდეო და მე უნდა მივიღო სხვა გადაწყვეტილება. და გამოვიდე მე ცუდი ადამიანი და დიდი ბოდიშით ამიტომ არ ვკითხულობ ამდენ წიგნებს, მაგიტო არ ვკითხულობ, რომ ეგეთი დებილი ვიყო. აქ არის ტვინი. კი, და არ მაინტერესებს არავინ ვაფშე. ჩემი შვილის გარდა მე არავინ არ მაინტერესებს. კაიგე?
და ეხლა მე ვიღაცას ვარდები ვუფინო და მე იმან თავზე დამანდოს, ეგრე არ არის ეს ცხოვრება, თო? მე გიორგისთვის ცუდი არ გამიკეთებია. მე გიორგისთვის ცუდი არ მინდა. თუ ვიღაცა სამართალი აქვს, მეც მაქვს ჩემი სამართალი, ეგრე სად არის, თო? ნინიას ბაღი კი არ არის. და რამდენჯერ უნდა და ეს თემაა ეხა აგორებული, რომ ვითომ მე გიორგის დასახელება მინდა რა. ეს კოალიცია არ იყო, ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ეს იყო სტრიმიც, ეს იყო 2 კამერით ჩაწერით და ეს არის რეალიტი შოუ და რასაც მინდა იმას ვილაპარაკებ, ხვდები? ეხა ვიღაცა გამოვიდეს მე 700 ჯერ და მიდი და შენ არც ერთხელ არაფერი ხმარ რა მოიღო რატო რა მე როცა ჯიგარი მაგ დამწვარი ხო ეს უნდა გაჩერდეს და აღარ უნდა დაწვა გაიგე ანუ აღარ უნდა გააკეთო ესეთი რაღაც ბიჭო არ არის ლამაზი მე მიჩვეული ვარ ისედაც ბიჭო მთელი ცხოვრება თუ ვინმეს რამე გავუკეთე მე იმან ზუსტად პატრონი ხვდები საწყალი ღმერთო რა ტრაგედია რა მხელა ტრაგედია ადამიანთან რატო სადისტურად რატო უნდა მოვექცე და ესე რატო უნდა დაამცირე ხო რატო უნდა გინდოდეს პროსტა დამცირება ანუ ჩემ არ მოდის ხვდები და ამიტომ ეწვის მე ეს ჯიგარი თორე განარამის გამო თო ვეღარ გახდება ვერავინ ვერც ჯიგარი და ვერც ის ვერაფერი ესე ხადაობ ესე არასდროს არ მემგწონია თავი მე ხა როგორც ვიგზენი თო ეხა იცი როგორ გინა გითხრა როგორ ვიგზენი თავი რაღაცა და რო დაგამცირებენ ხელფეხს გაგიკავებენ და ბიჭო თან რო იყურები და შენი ანს რო ხედავ ხოაზე ხარ რატო გიკეთებს ესე რა თო ბიჭო რო არ გაიგე გული არ მაქვს ეგეთი და ჩემი გულის თუმე ლიზი მოენატრაო და უნდა გაუშვათო სახშიო და მთელი ამბები ვინ უნდა ამბობდეს აბა შენი აზრით მეგობრის არჩევაში რანაირად შეცდები წინასწარ იცი ვინ რა არის მე შემთხვევით შემეშალა და არასწორი ადამიანი ამოვირჩიე გული ზუსტად მაგიტომ მტკივა ნახე ვიდეო ის რაღაცა კოალიციური დედოფლების მსგავსი მთელი თბილისი მაგას აკეთებს რომელიმე დღე შეიძლება 7 იყოს და აი SMS-ზე პასუხი გაცი ისე მტიდია რაც უნდა ისქნან ჩემზეა საუბარი ჩვენ უნდა დაგსვან ხო ლიზი მოენატრაო და უნდა გაუშვათო ბაიმე არა გიორგი შენ უღალაპარაკობ ამ რაღაცას ღმერთო ჩემო მე არ მიეჭვიანია ადამიანო არ მიეჭვიანია ხვდები ვაფშე არ მიეჭვიანია აი ეს ჭამს რა ბაზარი არა თუ ვერ დაინახავს ხალხი იმას ჩემს სიმართლეს ისი დამტკიცებას მე მინდა თუ ვერ დაინახავს და მე გავარდები ბაზარი არა თო გავარდები არ გინათ სიმართლე ნუ გინათ და მორჩა ძალიან ისაუბრობდა საპირფარეშოში ძალიან ხმამაღლა და ძალიან ბევრი ცუდი რამ ისმოდა ჩემთან დაკავშირებით. უბრალოდ ის არის რომ გული მწყდება რომ ამ ყველაფერს ვერ იგებს ვერავინ ხვდები? ვერავინ ვერ იგებს. იმიტომ რომ როცა რაღაცას ერთ რეპლიკას როგორც კი ვისური და რაღაცა ისეც ვიტყვის საწინააღმდეგოს ეგრევე იერიშით გადმოდის ყველა. რასაც ქვია ღირსება, თავმოყარეობა, ამ პროექტში თითქმის განულდა. რატო მე ძლიერი ქალი ვარ, მაგარი ქალი ვარ და იმიტომ? ჰა? და ამ რაღაცეებში კიდე ესე რომ არ ვიარე და ამოვედი სხვისი მ***დან და რომ არ დავრჩი იქ ჩავჩი, იმიტომ მაგარი ქალი რო ვარ, იმიტომ უნდა და იმიტომ უნდა გადამიერონ ანის არ ტკივა და არაფერი არ მოსდის. მაყურებელს მოგმართავთ ეხლა თქვენ კონკრეტულად, აი თქვენ ხედავთ ამ რეალობას. თქვენი აზრით სწორია ის რაც ხდება? აი ეს სწორია ის რეალობა, რასაც ხედავთ ეხლა თქვენ? როდემდე უნდა მებრძოლონ მონაწილეები ყველა გზებით, ყველა ცუდი გზებით. ყველა ცუდი გზებით. მე რა არასდროს არ შეურაცხყოფა არ მიმიყენია პირიქით. გამწარებული როცა იყო და ლანძღავდა, მაშინაც კი ვეუნებოდი მაპატიე მეთქი, ისე მევთხოვდი, ბოდის მევეუნებოდი რის გამო. რა დავაშავე? და მე ზუსტად მაქედან გეწვის ის ჯიგარი. გიტყდება ბიჭო, გიტყდება რომ ადამიანის ელემენტარული არჩევაში იაღლეში მოგივიდა, გაიგე და შენი სიტყვები რაც გქონდა გამეტებული იმ ადამიანისთვის, ის მენა წყალში გეყრება და გამოდის, გაიგე, ჩიჯიბიჯი გამოდის. ანუ ვიდეოში რო ვამბობთ, ბიჭები უნდა დავსვათ თუ რას ნიშნავს? ბიჭი, რა ბიჭები და გოგოები? ეს ისულადეა, მე ბაზი თამაშები. მანდ ვამბობთ რომ ეხა მოდი რახან გოგოები იჯდნენო მოდი ეხა ბიჭები იჯდნენ დაიჯდნენო თუ რაღაც ეგეც ო მე
ჭორაობით არ ვლაპარაკობ. ჭორაობით მე არ ხო, ანუ ისე რომ ვინმე ვერ გაიგოს და რაღაცა. როცა ტეხავს ეგრე თუ დავიყოფით აი გოგოები. ბიჭო, არ ვიყოფით, მაგრამ ვიყოფით აშკარად. მე არ ვიყოფით. მე არ ვიყოფ ყოველ შემთხვევაში. მე არ მაქვს პრობლემა არავის. ეხა არ თქვათ იმაზე გჭედავთ ის რა ქვია გოგოები ვიქნებით თუ რაღაც რა ვთქვით. არა, მაგაზი არ ჭედავთ. უბრალოდ ვიყოფით უკვე გოგოებად და ბიჭებად და რა პონჩი ვერ გავიგე. ხადაობა იყო პატრიკ რა. არა, ვიყოფით გოგოებად და ბიჭებად. არაფრად არ ვიყოფით. ვერ ამჩნევთ ხალხო მაგას? ხო, მაგრამ ნახე, ეგეთი ფონი არის სახლში. აი გესმის? იმიტომ რომ ვიღაცა ენატრება და ვიღაცა აკალია, გაიგე და იმიტომ ეგეთი ფონი ალბათ. დაყოფილები ვართ გოგოები ბიჭებზე? არ ბრძნობთ ეგრე? ეხა არ თქვათ არა, თორე გავგიჟდებიან. ვაფშე არა. ჩვენ ესე რომ ვაფიქსირებდით აზრს, ყოველთვის ვამბობდით პროექტშივე რომ გვინდა რომ ორივე დაგოს. უბრალოდ ცუდი ის არის რომ ლიზას ძალიან ცუდ რაღაცებს წერენ. ხო და მაგიტო შემეცოდა, ანუ 20 წლის ბავშვი არის ხალხი. რა გავაკეთო ეხა თუ იმას იმ დონის შეგნება ქონა, იმ დონეზე გააკეთა ესე აქამდე ხვდები? ანუ რა დონეზეც იყო იმ დონეზე პატრიკ, ბიჭების დაყენება უნდა ამ კვირაში სამივე ბიჭის დაყენება უნდა ჩვენი. არა, ეს არის ხუმრობაო გადაცემისთვისა. ხო, მაგრამ აი ნახეთ რო ეგრე იქნება. არა, და გვითხრა ეხლა. ხო, მაგრამ ჩვენ ხო ნახეთ რომ ეგრე იქნება. დავიჯე. როგორი ხუმრობა, რადგან სტრიმზე გავიდა საუბარი და ეხლა თავის გამართლების ფორმატში რო ვართ გადასულები? ჩვენ ხო ნახავთ რომ ისე ზუსტად ეგრე იქნება. და ეხლა უნდა ბიჭების გაგდება. რომ დაერივნონ ბიჭებს. ეს ყველა მიცის მგონია ნახე. ეხლა გეტყვი საიდან მოდის ყველაფერი ფესვები. რაღაც კალური სოლიდარობის ხო, ეს კარტი არის. ხო, ეგ არის. საწყენი არის ეს ყველაფერი. გიო, ლიზას დასვეს შენ რამე გაგაუწევდა და გაგაბედინერებდა არ მეგონა. ხედა, როგორი გაბოროტებული ხარ. მე გაბოროტებული ხარ. რამისარი გილოკო და მაინც ეგრე ლაპარაკობ ჩემთან რა. არ გინდა გთხოვან ეგეთ საუბარი, არ გინდა თავის გამოძრენა არ გინდა შენ თავს არ ვიძრობ ვაფშე. მე შენ ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდ პატივს მე ძალიან მიყვარხარ შენ და ძალიან კარგად იცი. მაგრამ შენი პოზიცია შენი მესმის ქალური ამბავი მესმის. უბრალოდ გული ხდება პატარა გოგო რომ ესე გააგდეთ განწილულად სახში. აფერი არ გესმის შენ. მე გიორგისგან ესეც აქციელებს არ ვიმსახურებ. მართლა ერთ გატეხილ ყურს ჭამდით. და მე ეს რაღაცებს აკეთებს არ არის ლამაზი. ეს ხო თელეგრა ესენი მაგას გოგო არა ჩვენია ვარდნა უნდა ხა მარტივო ძალიან არ წამოიგონი აი ხა იწყება რაც მე არ მეგონა რომ თავიდან მოშორების მაგაზებს მიმართავთ ბათუმს კათკათას ბათუმს თვალწარდას ზურგო ჩვენებას იწოდებს თუ შევიყვარა სულსაც გატას და თუ დაჭირდა თავს გაიმეტეს გამარჯობა ჩვენ ვართ გიორგის შემოწმებები ეს არის გიორგის დამატების დღე 12 საათზე და გვინდა რომ მიულოცოთ სულ შემოწმებები აი მე ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოდი მობზანდი. აი მე უღრმესი მადლობა. всё, ადექი ჭიქები, პატრიკ, ჭიქები მოიტანა. მიდი, რაღა ჭიქები მოიტანა. არ გქონდა ჭიქები უკან. აუცილებლად. ლიზი მოდი ჩემთან. ლიზი, მოდი. გიორგიც რა ჩათლახია დადის და ლიზი. სასაცილოდ დამაშობს რა. მარტო გულშემატკივარი არ ჩემი ლიზიც აქ არის. ბომბონერი ლიქიორიანი, შავი, თეთრი, ყვითელი, ასევე არის შამპანსკები და მოკლედ მიდის გრიალ შრიალე. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი დღეს რაღაც ცუდ ხასიათზე ვიყავი და ეხლა ყველაფერი წარსულს ჩაბარ და ცუდი ხასიათი, იმიტომ რომ გავხდი 27 მეტის. აბა გიორგის გაუმარ. ღმერთმა კიდე 127 წელი გაცხოვროს და ბედნიერი ცხოვრება მოხდეს, სიყვარული არ მოგაკლოს ღმერთმა. გიორგი ჩვენთვის არის ჰიტი. შეიძლება ჰიტი ვიღაცას არ მოწონდეს, მაგრამ მაინც უსმენს. კიდე არ კი. დღეს არის ჰიტის საერთაშორისო დღე. გიორგი ნაზღაიძის დაბადების დღე. ყველას გიგოცავთ. გიოშე ჰიტო.
აი მე ცეცხლი წაიკიდა. მიდი გაუშვი. არ გაუშვა. ხანძარი გაჩნდება ეხლა. დაიცა. სიყვარულისგან დამწვარი გოგოს ხელები არ შველე. შეროს кайხანი ჯერ. მე აივანზე არ შევიდეს, აივან. აი მე რას მოიცა. ოპერატორი არ დაიცა. მე ხე, მიდი. სო ჩაფრა. მე გიორგის ოცნებები ჩაიფუშა. გაუშვება. ფაიბერ. ბიჭო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. და წარმატებული. თქვენ პირს შაქარი. დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა. დავჭრათ ტორტი. ვის უნდა ტორტი? მე უკვე შოკოლადებისკენ გადავიხებ. იერკოცები გაჩუქეს. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა, ხალხო. გიორგი, გილოცავ შენ დიპლომატიები იუბილეზე და იცოდე რომ შენს უკან დგას დიდი ძალა. ჩვენი საქმით არა მარტო საქართველოს, ჩვენთან ერთადაც საბერძნეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი ყოველთვის გქონდეს ჩვენი იმედი. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ესეთი გვერდში დგომისათვის, ესეთი წერილისათვის, ესეთი სიურპრიზისათვის. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონია რომ გიორგის სისტემატურები იყავს რომ შეიძლება მსახიობები შემოვიდნენ ცოტა წარბებს კი გვიწევდნენ დანარჩენ ვითომ გულში მატკივრები შენი მეგობრები და ძალიან გადაობდით ალბათ აქ გილოცავ დაბადების დღეს ძალიან დიდი მადლობა ანა გაიხარე ციგნს შევჭამ არ არის პრობლემა ყველას გილოცავთ ჩემ დაბადების დღეს და განსაკუთრებით ულოცავ ყველა გასულ მონაწილეს გიორგის დაბადების დღეს არა უშავს ახლა 30 კაცი ვერ მე 5 ხო მოვიდა კოალიცია გოგოების ბიჭების წინააღმდეგ გრძელდება ახალი ტაქტიკა ხონიათ შემუშავებული გოგონებს რომ სუსტები არიან და კაცებისგან ბულინგის ხვერპლები არიან ჩვენგან რაღაცა ზოგადად პროექტში ქალებმა იმიტომ და გაიმარჯვონ ყველა მთვარე ეს არის გადაობა დილით ხო იცი რა თქვენ ჩემზე რა მოგითხარით თუ არა ყველა პრობკას ერგებო ამ პროექტში შემოდის ბალკონზე ზის იცის რომ წევარ არ მძინავს უკვე ძალიან დავიღალი ამ ხუმრობებით მოსაბეზრებელია დამღლელია და ისეთია ვაიმე აი უკვე ეგ სიტყვა მე ვთქვი გადამღლელია უკვე ყოველი მე შენი მიმართულებით მსგავსი რამე ფრაზა ვთქვი როდის მე შენ ჩემი მიმართულებით იმ ხელა აგრესია გამოყავი. აი მე არ გინდა. ანა აღარ გიშველის ეგ ტყუილი ტაქტიკა, რაც გაქვს არჩეული. ტყუილი აღარ გიჩვენ. მე გონი ტაქტიკები თუ არ? აი მე შენ ყოფილხარ ტაქტიკები, შენ ყოფილხარ თუ ყოფილხარ ანა. მე ზურგს უკან არ ვლაპარაკობ შენზე ანა. არც მე არ ვლაპარაკობ ზურგს უკან. სულ რაც დევს ვიდეოები სულ შენ ლაპარაკობ. ეგ ძალიან კარგად ვიცოდით რომ სტრიმია და ყველაფერია. სტრიმი და გადავა. მე შენთან არც მელაპარაკია. იმიტომ რომ შენ იმის საშუალებაც არ მოგისია რომ მე შენთან მელაპარაკო. ეს ის მომენტია, როცა საუბარი გინდა და რაღაც გიტრიალებენ და ის რაც იყო და რაც არის რეალური, ის სულ ტაშაღლარზე კიდიათ. ყველა პრობკას ერგება და ყველა ადამიანთან შეუულია საერთო ენის გამონახვა ეს სხვადასხვა რამ არის. შენ თუ ანუ პრობკა ხარ, ესე იგი მე ბოთლი გამოვდივარ, ხო? ანუ ეგ ნორმალური თემაა. თურმე ლიზი მოენატრა გიორგი და ლიზი უნდა გაუშვათ სახში ეს ხუმრობით იყო კიდე რა. არ მოგენატრა? დღე და ღამე მაგას ამბობ? ხუმრობით იყო ყველაფერი თურმე. ეხლა ზატო გამოხვედი. არ ლაპარაკ, ჩემი ნალაპარაკები მოვისმინე და იმიტომ გამოვედი. ანუ და რა მე? ეგ თემა იყო და იმიტომ გამოვედი. და რატო? რატო გამოხვედი? იმიტომ რომ მაწუხებს, თემას ხსენი. გინდა რომ გავგიჟდე. რაც ლაპარაკი ის გაწუხებს. არა, რაც ლაპარაკი არა. ამხელა აგრესიას დაიმსახურე ხალხისგან ის გაწუხებს ახლა. შენ სხვა ტაქტიკით გააკეთეს ყოველი. შენ გეგონა რომ ამასთან მიყოდი. ძალიან კარგი. რა? მე არ მოგ. შენ ხარ მაზანა ქალი უბრალოდ. შენ ამ პროექტში ხარ ქალი მაზანა.
არ არის პრობლემა, მე მაზანა ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ მე რა თქმა უნდა, მე მაინც მაზანა არ ვარ, ანი ვარ. მე შენთვის ცუდი და სიბოროტე არ მქონია არასდროს. ხეთ რეებით ილაპარაკე ეს რა არის? ეს სიბოროტე არ არის. ეს რა არის? სიბოროტე არ არის? ეს არის გაბრაზება, გაბოროტება, ეს არის გაბრაზება არ არის, ეს არ არის გაბრაზება. შენ იძახდი დილიდან ლიზა, როგორ გამიგდეს ლიზა და ლიზა მოგვენა, პატრიკ არ მოგენათ რა ლიზა? მომენათ რა. როიალ არ მოგენათ რა ლიზა? კი. აბა რა გინდა? არ გვაქვს უფლება, შენ უნდა გკითხოთ, ვინ მოგვენატრა და ვინ არა? შენ ვინ რატომ უნდა გკითხოთ, ვინ მოგვენატრა და ვინ არა? მაზანა რო ხარ ქალი, იმიტომ უნდა გკითხოთ? შენი კაცობა და შენი ადამიანობა თუ ეს არის, იყოს შენი პროექტი, შენი იყოს ადამიანურად გიყურე, ბდი, მაგრამ შენ არ ხარ ის კაცი, რომელსაც ამდენი მივეცი და ამდენი გავუკეთე და ესე ავამაღლე. პრობლემა არ არის. შენ გადავწყვიტე ჯობია წავიდე, ვიდრე ესე ნერვები არავის დასა მე არ ვარ. მე დამასახელე შენ გაიგე? და პატრიკმაც მე დამასახელოს. რატომ? იმიტომ ძმაო. იმიტომ რომ სამართალი ესე არიზომება, ხვდები? როგორ ეს? აი ესე, როგორც გონიათ და როგორც არის ესე არ არის. მე ჩემი სამართალი მაქვს და ეს სამართალი რახან ვერავინ ვერ დაინახა და არ არის აწი ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ დაინახავს და თუ გინდა ერთადერთი რაც გააკეთო დამასახელე ივსო. რა შეშე შენ დასახელება ვერ გავიდე? იმაში რომ დროზე წავიდებ და მორჩა. არ მინდა ძმაო. მე ავირჩევანი. გამოვიდნენ მამა აბრამის ბატკანები ეხა ვითომ ჩემი ბრალია ყველაფერი. თქვენი ყველაფერი. ხევზე მიდია მაგრად ლიჩნად მე ვსო. გიორგისევით უნდა ჩააჭირო მოლომდე? ბიჭო არა ჩავაჭირო თო მე უბრალოდ ჩემი შენ გითხარი რომ დამასახელე თქო და კიდე პატრიკსაც ვიტყვი დამასახელოს იმიტომ რომ ეს არ არის კარგი ეს უკვე მტრობაა მე საკუთარ ადამიანობას ვერ დავკარგავ რაღაცის გამო რას ლაპარაკობ გოგო თქვენ არ დაასახელეთ ლიზი და მე რა ჩემი ბრალია რომ ხალხმა ვერ გადაარჩინა აღარ ვილაპარაკოთ არაფერზე მეც აღარ ვილაპარაკებ სამშაბათს დამასახელეთ მე იმიტომ რომ მე აქედან წასვლა მინდა. შენ მეუდი ჩემი ხმავის მიღწე ეგ არ შედი. არა, მე შენ არ გეუნები, უბრალოდ თხოვ. მე რო გჯერა ზღაპრების, რომ ვინმე წასვლა უნდა აქედან. ტაქტიკა რო აქვს ეგ ახალი. ეს ლაივიდან რო გაიქცა და რო ეგონა ყველას რო წასვლა უნდა და ამას გონია რომ ესე ვიძახი ალბათ, ხო? გოგოებო, საკმარისია დაჩაგრული გოგოების როლის თამაში. მე რასაც ვიძახი, გულით ვიძახი. მე ხა მართლა მინდა წასვლა და არ მინდა აყოფნა. რა საშინელება, როდესაც ცდილობ გიორგი რადამპალია. გამოასწორო ისაც წამოგც და სხვა გზებით. ჩვენ პროექტს უნდა დაარქვა Drum Prime House-ის დრამები. თავარ როლში გიორგი ნაზღაიძეა დრამებში. ჩემო გულში მატკიო რომ დამასახელეთ რა. ისა მონაწილეობა მეც არ მინდა პროექტში დარჩენა, მინდა რომ წავიდე. დუბილია. ყველა ხმა მომეცით. ისევ ძვინს. ისევ ღამეა. სახში მიდა. მე კაცობა არ მიშლება, თავიდან ფეხებამდე ბიძების გაზრდილი ვარ და ძალიან კარგად ვიცი კაცი რა არის. ჩაიჭერი.